ეხლა ხალხო მივდივართ, მთელი შემადგენლობა, მთელი ოჯახი. დიას უნდა უყიოთ, გადმოუგარია აივანზე. არა ჩანს. ეჭი. ხო და ჩემი პიპია ათი. ეს უკან დაუწევე, უყურე ამ საზის ყარკაც. Atau kok gas sore, tak ik sore dan tak ik. Oh, hik ame sore. Mama samsa khoshia. Samsa khoshia. Esets nakhara. Oh, hik. ეხლა სად მივდივართ? მივდივართ ბელაში. უნდა ვიყიდოთ ბელას საფირმო ტორტი. იქა მე ვნახავ ყოველთვის მიდიხარ რომ აი იმას ადგავ იმას ფეხს აი აქ ის ვარი. ბეტონი. ხო და ახლა არ დავადგი. ყოველჯერზე როცა აქეთ მოვდივარ ეგ მახსენდება რომ ბეტონს არ გადაუვალო. კაი გამოსცემო. ველოსიპედი მაგრამ არ გასაჩერებელი და აი აქ გავაჩერე. ჩემი მაგიხანა გუგლის კაცს გამოვიარე და იმიტომ რომ აი აქ უბრალოდ საშინელება ხდება. вообще ასეთ არაფერი ადგილი არ არის. იქ вообще წინ ეს სამბავი ხდება. ხო და მოკლედ ყველანი მივიდივართ ლიას ტორტზე. ება და ყველა. თხილად ველოსიპედი მოდის. არის იყო იქის ტორტი და წავედით იქა გლდანში ბავშვით ცხვირზე ნუ მომადა ის კამერა ხო სიცხეში საცობებში ახლა აღარ ჩანვარ საერთოდ აი მან ნახეთ რა მინაძლა ნახეთ просто ნახეთ და ხსად მიდის კიდე. აპატური ადგას ყურზე. დელეგაცია არ გამოჩნდეს, ესე დაგაყენეთ. იმიტომ რომ თორნიკესო დავაჭერინე, ხელში გამოსული ეჭირო და მე ვლაპარაკობდი. საშინელება ის სამი გოგო რომ მოკვდა როგორ მეცოდები. ვინცემ? გონიაში მოხდა ავარია. და სამი გოგო მოკვდა. ყველას ნუთ მოკვდა, ამიტომ ყველა მემენაგრება. სინდისო კაცები. ვიგე ბიჭი იჯდა მათ რულზე თუ გოგო ეს გოგო იჯდა რომელიმე მე მგონი ბიჭი იჯდა და ორი ბიჭი იყვნენ და ორივე ბიჭი გადარჩა გლდანში ხალხო პირველად მოვდივარ რამდენიმე ხვეწე იგას წამიყვანე მეტი და აგერ ლიას ტორტმა წამიყვანა ეს კაცები არაფერში არ გამოგადგებიან
ჭადროდ უყურებდეს გზას. ანუ იატაკს არა, გზას, გასწორე. სადღაც ვართ. აი ამ ადგილას ახლა უნდა ჩავიდეთ. მანქანა იქ შევწენე იმ ეზოში სადღაც. ხო და ახლა ჩავალთ და მივალთ ბელაში, სადაც იმედია დაგხვდება ის ტორტი. ამდენი 10 ტორტზე არ გვიგვია. ხარია. და ესეთი უგემური ტორტია. ჩუ. უყვართ. დამეცა იმის წყალი კონდენსიონერის და
თამაშობს აი ახლა ყველგან იყურებს. მეგონა ადრეზე ძმა არ ქონდა არავის ხვეული. ხათურია ხდებოდი. თურმე არ ხდებოდი. ვა, აქ ორტინიც არის. ორტინი. გაინამებია. იაფასიანი რამაზია უგემური რამცხრები აქვს. ნუ ადრე რო საყიდლობდი ეგრე იყო, ეხლა თუ გამოასწორეს არ ვიცი. და ეხლა მივიღოთ უკვე ბელასთან. აგერ ბელა. ესე იგი თვალდახუჭული მახსოვდა. საერთოდ არ ვიცი რომ ეს ვეკუას ქუჩაა, მაგრამ თვალდახუჭული წამავდგები და წამოვალ, იმიტომ რომ ვიცი აქ ბელა სად არის. აი პროსტო ნახე გამსუნაგიო. ყველა საკვები ობიექტი ვიცი ზეპირად. აქ ხალხი რო იდგა ხოლმე და ელოდებოდა სანამ გაიხსნებოდა. ეგეც მახსოვს. კი არის. ნახეთ, რა ზომა. არა, ყოთი აქ ძალიან დიდი, პარკი კიდევ უფრო დიდი და თან ძრის ჩაეტია. მოკლედ ძვირფასებო მოგესალმებით მეორე დღიდან. გიყვებით გუში როგორ წავედით, აი თქვენ რაც უკვე ნახეთ ვიდეო და რაც ვერ ნახეთ მანდ რა იყო. მოკლედ წავედით ტორტის საყიდად ბელაში. ეს არის ბელას საფირმო ტორტი, რომელიც ყოველთვის ძალიან უყვარდა და გუშინაც უზარმაზარი ნაჭერი შეჭამა და ანუ ძალიან დატკაპა კიდევაც მაგით იმაში როცა მადას მოჭრილი ტორტი დღესაც მაცივარში უდევს მისი წილი რომელიც არ უჭამია. ხო და ისა მოკლედ წავედით და ზუსტად ეგ ტორტი არ აქვთ ბელაში. აქ სანზონაში რო ბელაა მაღაზია ვიძახი. ანუ შეუცვლიათ ადგილი გვერდზე გადასულან და რა ვიცი ახალი გადასულები არიან თუ რაღაც ანუ ასორტიმენტი ქონდათ სულ 4 თუ 6 ტორტი ედოთ რა ვიცი თუ ზაფხული როა თუ რა იყო მიზეზი არ ვიცი ძალიან ცუდად ტორტები ედოთ რა და ერთი გქონდაო და გავყიდეთო და მე კი გლდანში გექნებათ მეთქი და კიო და ხა ვფიქრობ რომ ბავშვის სახში წავიყვანო და ისე წავიდე იმიტომ რომ ცხელა იმიტომ რომ ვიცი რომ გლდანის შესასვლელში სუსაცობებია და ვფიქრობ რომ ხა ბავშვს სახში დავაბრუნებ და მე წავალ და ვთქვი კიდაც და თორნიკემ თქვა რომ ცოტა ხარო მარტო არ წახვიდეო მე გაყვებიო რა მეთქი ოკეი და გადავწყვეტეს რომ ევას სახში მოვიყვანო და ესე იგი რო წავედით ხო ჯერ ეგ ბელას წინ მინდოდა ზუსტად მანქანის გაჩერება ვინც იცით სანზონაში ბელასად არის ესე იგი ძალიან ვიწრო შესასვლელია იქ თეზოში ბელას წინ სულ არის გასაჩერებელი 3 მანქანა ყენდება მაგრამ ანუ სულ მანქანა აყენია და ანუ თან ხალხიც დადის მანქანებიც დადის და ვიწრო ის არის და ეხლა რომ მივაყენე მეთქი ამდუნა გავაჩერო მანქანა რომ მივაყენე მან აქ თოლიასა დისტრიბუციო მანქანა იდგა წინ მანქანები იყო ჩალაგებული და ეს პატარა შესასვლელი გადავკეტე იქიდან მანქანა მოდის აქედანაც მანქანას მე შესასვლელში ვდგევარ ხო და ჩავთე ზადნი რომ მეთქი ხო უნდა დავზადნო გავიდე რა ხო და უკან 30 სანტიმეტრი მაქვს მანქანა შორის და თან ადამიანები დადიან და თან ახლა ჩემი გამოცდილება ხო იცით თქვენ და ნერვები მაქვს ამბარასავით გამოვედი წინ წავედი და ვხედავ რომ ქუჩაზე რაც არის პარკირება სუზავზე მან ვერ გავაჩერებ და იქვე აუხვია პატარა ქუჩა რაღაცა და ეგრევე იყო მანქანა გაჩერებული და მაგის უკან იყო ადგილი. აი რა ვიცი ალბათ 300 მეტრში რა. ხო და დავაყენე მანდ მივედით და ნუ არ არის ეს დამცხარი. ხო და ტორტი. და მე ხა ისე ჩავსხეით ესე ზადნით წამოვედი დიდი სამბით გამოვედი მშვენივრად ქუჩაზე და ნუ გლდანში არ ვარ ნამყოფი მე ჩემი მანქანა ჩემი ხოდით რა როგორ არ ვარ ჩემი ხოდით არ ვარ ნამყოფი და ამიტომ ვფიქრობ რომ ხა ბავშვს დავაბრუნებ სახში იმიტომ რომ ისედაც ნერვიულობ ანუ მივდივარ ადგილას სადაც მე ჩემი მანქანით არ ვარ ნამყოფი ანუ სადაც ჩემი მანქანით ვარ ნამყოფი იქ უფრო გაბედულად დავდივარ ხო ხდებით და არ ვარ იქ ნამყოფი
ვღელავ, ჯერ ისედაც იქ რომ მივდივარ, მე ვიცი საცობები იქნება, ბევრი მანქანები იქნება, მე იქ არ ვიცი გასაჩერებელი იქნება თუ არა. ხო და ის მე ევა, მე არ მაქვს ფრეონი მანქანაში, ცხელა და მეწოდება ეს ბავშვი და მინდა სახში დავაბრუნო და აქედან მხარე დავიჭირა რომ მოუხვიო და იქ სადაც მოსახვევია უკეთნან მანქანა მოდის და მის სიგნალებს არა და იქ ვიცი რომ მოსაბრუნებელია. ხო და ნიშანი კი არის, მაგრამ ვიცი ეს რაღაც უნივერსიტეტი საქართველოს თუ რაღაცა უნივერსიტეტიც არის. ნუ მოკლედ მან და მოსტრიალებელია და უკეთნან მის სიგნალებს მანქანა ავჩქარდი, გავწდი მაგას. ვერ მოვატრიალე. მე კიდე მივდივარ და ორ მოსახვევს კიდე გავწდი. ხო და მე ვფიქრობ, რომ იქ ჩანდაბა ჩამოვედი უკვე გლდანში და წავალ თქო და ანუ მესამე მოსახვევზე უკვე პავაროტნიკი მაქვს ჩართული და ვფიქრობ ამას, რომ ეხლა ეს მიიყვანე სახში მე წამოდი და ნერვები ისეც დაძაბული, მოდი ბარემ ეს ნახევარგზა უკვე გაია და წადი ბარემ. წავედი. ხო და მივედი ხა და აქ ვიკითხე ბელასა და მეთქი ვეკუას გულეს ვეკუა ვაფშე არ ვიცი, მაგრამ ხედველობით მეხსები მახსოვს სადაც არის, იმიტომ რომ ბევრჯერ მიყიდია მანდ. არ ვიცი ეტო მიყიდია მანდ ბევრჯერ, მაგრამ ბევრჯერ მიყიდია მანდ. ერთოთი. ხო და მოკლედ ხედველობით მეხსები მახსოვს დაახლოებით სადაც არის ეს ბელა რა და თუმცა მომეჩვენა რა რაღაც 2-3 მაღაზიით ქვემოთ იყო, ანუ მანდაც მომეჩვენა ადგილი შეცვალეს, მაგრამ დაახლოებიდან ვიცი სადაც არის. და ახლა მანდ კიდე გასაჩერებლები ადრე იყო ხოლმე მაგის წინ გასაჩერებლები და ახლა ხო გადაკეთებულია ეს გლდანი მანდ გასაჩერებლები აღარ არის. ხო და მეთქი როგორც კი დამთავრდა ეს ბელას მაღაზიები და რაღაცები იყო რაღაც ეს საშინელი აღმართიანი ეზო იყო აი ესეთი ესე და აღმართებზე ასვლა ჩასვლის მეშინია. ხო და ავედი ამ აღმართიან ეზოში მივეცი გას ადრე მეშინა და კაცის მიცემა ავედი. ხო და იმას ქენი გავაჩერე მშვენივრად კოხტად ლამაზად აი ძალიან ისე ტკბილად კარგად. ხო და ის დავი ძალიან დავტკბი მაგ პროცესით. ნუ ცოტა ევაზე ვხელავდი, მაგრამ რა ვიცი მშვიდად მივედი ძალიან და ეზო არის, ესე იგი არსად მანქანის გასაჩერებელი არ არის. და ანუ იქვე მივაყენე მანქანა, მეთქი ხა ჩქარა დავბრუნდები და გულგახეთკილი ჩქარა ჩამოვედი, კიბეები იყო ჩამოსასვლელი, ბავშვებთან ეს ტორტი ვიყიდე, ჩქარა ავედი და ჩემი მანქანის გვერდზე ანუ მე მიყენებ მომყავს ისე აკურატულად რა თუ ვინმე შესვლა უნდა გასვლა უნდა მოახერხებინა და ნუ ეხლა სულ უყურებ ეს კაცები როგორ ფიქრობენ მაგაზე რომ აი ვინმე შესვლა უნდა გასვლა უნდა არ უნდა ჩაკეტო რაღაც და მოსულა გოგოები და ეზო არის ასეთი და ყველგან მანქანები ხო აყენია. ხო და ეზო ხო არის ესეთი და ზუსტად შუაში, აი ზუსტად შუა რო აიყო აი აქ ჩაყენეს მანქანა. ისე რომ აქედან თუ გამოდის, აქაც მანქანები, ამასაც ხელს უშლის, იქიდან თუ გამოდის, იმასაც ხელს უშლის, აქედან თუ შემოდის, იმასაც ყველას ხელს უშლის. აი ესე შუაში. ხო და მე ჩვენ რომ მივედი ჩემ მანქანასთან, მაშინ ეს გადმოვიდა ორი გოგო, გამორთო ეს მანქანა, წამოწავიდე და დააყენეს წავიდნენ. ხო და გამიხარდა რომ ჩემზე უარესად ვიღაცა გააჭერა და ჩემზე უარესად ვიღაცა ვიცისო, თავი კარგად ვიგწედი და წამოვედით. მოვიტანეთ ეს ტორტი, გავხარდა სხვა შევლის. ევამ რომ შემოვედი კარში ტორტი მოგიტანეთო. ხო დიდი ტორტი, რა თმინდოდა, გინდოდაო ევა, უთხარი რომ გინდოდა, კი მინდოდა. ხა მადლობაო ესე თქვი. აი მე ისე თქვი მინდოდაო, ისე თქვი მადლობაო, მე ისე საყვარელი ბავშვია მეტი არ შეიძლება. მე გემრიალ ჭამე და მე მთელი დღე ხარავჭამდი, ხალი ვიკეცი ჭამად. მოკლედ. აი ეს დღე მქონდა გულში. ესეთი ბჭკინვალე. კარგ დღეს გისურვებთ. ამ ვიდეოს გავაკეთებ ახლა ამორს და მე დღეს მაქვს გეგმები. ოღონდ არც არ ვიტყვი, იმიტომ რომ მე არც აღარ ვაკეთებ და არც არ ვიტყვი, იქნება გავაკეთო ისინი რაც გეგმაში მაქვს, როგორ მე, რამენაირად. გავუცით.